ოქტომბრის 2015 წელია. შემოდგომის მშვიდი დღე. ჯონ ბრენანი იღებს უცნაურ უზარს. როგორც ჩანს, უცხო ადამიანისგან არის. ის ცოტა ხნით ფიქრობს, შემდეგ კი პასუხობს ზარს. Hello? John Brennan? Who is this? You're a f***ing loser. ჯონ ბრენენი რომ არ ყოფილიყო, ეს ჩვეულებრივ ხუმრობით არ იქნებოდა. მაგრამ ჯონ ბრენენი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა დედამიწაზე. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარი დირექტორი. Who is this? How did you get this number? It was so f***ing easy, bro. You're such a d***. What do you want? I don't want anything. I already f***ing own you. How much do you want? We want $5 trillion. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შესული ზარი მთავრობის წევრის შეურაცხყოფად და კიბერტერორიზმად დაედასტურებინათ. ზარის განხორციელებელი პასუხს აღებს მის აბუჩა დაგდებული საუბრის Why გამო. are you doing this? We want you to stop bombing the Middle East. ატლანტიკის მიღმა. დასავლეთის შუა ნაწილში მდებარე სახლში 15 წლის მაცხოვრებელი, რომელსაც ამჟამადაც ტელეფონი უჭირავს, ვერ იჯერებს თუ რა გააკეთა. ის მის თავს კრაკას ეძახის, რაც ქართულად მტეხავად ითარგმნება. ის ასევე ძალიან ბევრ მოსაწევს ეწევა. 15 წლის ბიჭი ასევე არის ლიდერი კრაკას შემართებით ორგანიზაციის და მისი სურვილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სისტემების პრეზიდენტები შეარწმუნოს. ისინი პირად ინფორმაციას აქვეყნებდნენ პოლიციელებსა და FBI აგენტებზე. მათ საკუთარი ხელით გადასცეს ყველაზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჯულიან ასანჟის, ერთ-ერთი ყველაზე საჯაროდ გამოტანილი ჰაკერული ორგანიზაცია სახელად ანონიმუსი. They call themselves anonymous. ხო, რომლებიც სინამდვილეში ისინი იყვნენ. ამიტომ მოკალათდით, რადგან ეს არის ისტორია მათზე. Political Teenager cyber attacks. hijacked the computers of several US intelligence and To the security collective called crackers with attitude. 2008 წელს ვირჯინიაში განსხვავებული ბავშვი, რომელიც მის თავს დეფოლტს ეძახის. ის ჩვეულებრივი ამერიკელი ბავშვია, რომელსაც უყვარს ფეხბურთის თამაში, ვიდეო თამაშები და მისი ძაღლი. ის ხანდახან კამათობს მამამისთან, რომელიც მთავრობაში მუშაობს. რაღაც მომენტში დეფოლტი იწყებს შეთერობას თამაშებში. ეს აძლევს მას ძალაუფლებას, რომ გააკეთოს კომპიუტერზე ის, რასაც არ უნდა აკეთებდეს. მას მოეწონა ეს პროცესი და გადაწყვიტა, რომ კომპიუტერები სრულიად შეესწავლა. და მან ასევე გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ მისი სურვილები დაეკმაყოფილებინა. 2008 წლის შესანიშნავი დრო იყო, რომ ჰაკერობას დაუფლებოდი. ერთ-ერთი სახელგანთქმული ჰაკერული დაჯგუფება სახელად ანონიმუსი მის საუკეთესო პერიოდში იყო. თუ მათ გასაიდუმლოებულ ჩატში მოხვედრას შეძლებდით, საუკეთესო ხედვა გექნებოდათ მათი მოქმედებების. Anonymous is one of the biggest online vigilante groups. Members hack into companies and governments. Now a worldwide and widely recognized hacking group. Hackers with the group Anonymous. Citizens of the world, we have seen the erosion of due A process. cyber war. Anonymous. Anonymous has struck again. ახალგაზრდა დეფოლტი გაუცებულია. ანონიმუსი მშვიდობას ქაოსით განასახიერებს. მათ ყველას აჩვენეს, თუ როგორ შეგეძლია მსოფლიოს ყურადღება მიიქციო ისე, რომ ოთახის დატოვება არ მოგიწიოს. რამოდენიმე ანონიმუსის მოქმედება პოლიტიკურია, რამოდენიმე მხოლოდ ხუმრობა. ხოლო იმის შემდეგ, რაც დეფოლტმა ნახა, თუ როგორ მოქმედებდნენ ანონიმუსის წევრები, მან გადაწყვიტა, რომ ჰაკერობა სრულიად შეესწავლა. მაგ გამოწვევის მხრივ პატარ-პატარა საიტების გატეხვა დაიწყო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ის ანონიმუსის ჩატში ძალიან დიდი ხანი იყო, მან მიაგნო ჯგუფს სახელად Cringe. ერთის მხრივ ის ფედერალებით არის სავსე. ის ხედავდა თუ როგორ აკავებდნენ ხალხს. ასევე რთული ამ პერიოდში ვინმე სენდო. ანონიმუსი იმ დონეზე გაიზარდა, რომ ხალხის შემოწმება რთული გახდა. დიდი ოდენობის დოქსინგი მიმდინარეობს ყველგან. იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთადერთი ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც უმეტესმა მედია მიცის, ძირითადად ისინი სახელდებიან სხვა ჰაკერული დაჯგუფების ნამუშევრის გამოც. დიდი გაუგებრობაა. ამიტომ დეფოლტი იწყებს გაუხმაურებელ ჰაკერულ დაჯგუფება AnonSec-თან მუშაობას. დაჯგუფება თავის თავს როგორც ანტიანონიმუსად მოიხსენიებს, მაგრამ ანონიმუსის მსგავსად AnonSec-ი ახორციელებს ოპერაციებს ისეთ ხალხთან, რომელიც შესაძლოა მთავრობაში მუშაობდნენ. AnonSec-ი შედარებით გაუმჯობესებული ვერსიაა და დეფოლტიც უკეთესი ხდება ამ ყველაფერში. დაჯგუფება აკონტროლებს ბოტნეტს. ბოტნეტი არის დიდი ოდენობით დავირუსებული კომპიუტერები ვიღაცის კონტროლის ქვეშ. შეგიძლია გამოიყენო ეს კომპიუტერები იმისთვის, რომ უფრო მეტი კომპიუტერი დაავირუსო, ან თუნდაც სერვერს შეუტიო და დიდი ალბათობაა იმის, რომ ეს სერვერი გაიჭედოს. დეფოლტი ძრომიალობს AnonSec-ის დავირუსებულ ბოტნეტებში და ცდილობს, რომ გაარკვიოს, რომელ კომპიუტერებზე აიღეს მათ კონტროლი. მან იპოვა ერთი კანადის სამედიცინო უნივერსიტეტის კომპიუტერი. უეცრად დეფოლტს პირდაპირ უწდომა აქვს კანადის უნივერსიტეტის ფინანსებთან.
მან ნახა სტუდენტების გადასახადი თანხა, რომელიც უნივერსიტეტმა დააკისრა. მან ჯამური დავალიანება ნახა, რაც $9.4 მილიონ შეადგენდა. და სიის ბოლოს რაღაც ძალიან მაცდული, ყველაფრის წაშლის ღილაკი. როგორ შეეძლო, რომ ამაზე არ დაეჭირა? These people might ამ ხალხს შეიძლება ნამდვილად გაუხარდა მათი გადასახადების სრულად გაწმენდა. wiped clean as it were. რამოდენიმე თუ შეხედავთ თვითონ რომ მნიშვნელოვანი თანხა რაღაც $70,000 რამდენიმე ადამიანს უფრო მეტი ჰქონდათ გადასახადი დაახლოებით 100,000-მდეც. ეს დიდი ოდენობით ვალია, რაც შესაძლოა წლეულებით გაგრძელდეს. ამიტომაც ყველაფერი წავშალა. პროგრამირების ენაში შევედი და ყველაფერი dev-null-ზე გადავაწყე. და ამან ყველაფერი წაშალა. ამიტომ მან რაც იყო უბრალოდ უკან აღარ დაბრუნდება. მეტი და მეტი დიფოლტის მოქმედებები უფრო ალტურიზმია ვიდრე ცნობის მოყვარეობა. 2014 წლამდე ზოოფილია დაშვებული იყო დენიაში. სხვა ევროპის ქვეყნებმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შვედეთმა ისინი გააუქმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი იმ ხალხისთვის, ვისაც ცხოველებთან სექსი უნდათ, უფრო გაიზარდა. წლების განმავლობაში დანიის ცხოველთა დაცვის აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ამაზე ყურადღება გაეზარდათ. ხალხი იმ ადგილს ძაღლების ბორდელად მოიხსენიებდა. ეს უბრალოდ საზიზღრობაა. მე მყავდა ძაღლი და მან უფრო ნერვებზე მომშალა. რა მოხდება თუ ვინმე ჩემ ძაღლს წაიყვანს? ამაზე ფიქრმაც უბრალოდ გამაგიჟა. ამიტომ როგორც დიფოლტი აღწერს, ის და რამოდენიმე AnonSec-ის ჰაკერი მიზანდასახულები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი დაესრულებინათ. ამიტომ მე მგონი ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დანიის ვებსაიტი დავხურეთ და შემდეგ ჩვენ შევცვალეთ რაღაცეები და საიტზე დავწერეთ, იცოდით რომ თქვენი მთავრობა ზოოფილიას ემხრობა. და ბესტიალურობის ბორდელებია, სადაც ხალხი ფულს იხდის და ცხოველებს ესეთ რაღაცებს უშვრება. და უმეტესობა ჩვეულებრივი მოსახლეების ცხოველია. მათ დოსის შეტევების მეშვეობით ბესტიალურობის ვებსაიტები დახურეს. ინფორმაცია მთელი დედამიწა მოიარა და როგორც ყოველთვის მედიამ ანონიმუსი დააყენა ამ ყველაფრის სათავეში. რაც სრულიად ანრისხებს დეფოლტს, მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს. ჰაკერების დამსახურებით უფრო მეტმა ხალხმა იცის ცხოველების ბორდელზე. ისინი მათზე ონლაინ ლაპარაკობენ, აპროტესტებენ, სანამ პარლამენტამდე არ მივახმა. 2015 წლის აპრილში დენიას საბოლოოდ დაუქმებს ბესტიალურობას. როცა დეფოლტი უმჯობესდება ჰაკერობის განხრევ, ადრეული ადაპტაციის მქონე ადამიანი ხდება ბიტკოინის სივრცეში. მან მნიშვნელოვანი რაოდენობით ბიტკოინი დააგროვა, 1000-ზე მეტი. ეს დღესდღეობით ძალიან დიდ თანხასთან ასოცირდება, დაახლოებით $40 მილიონ-მდე. ის ამ ბიტკოინებს მყარ დისკში ინახავს, რომელიც მის ოთახში იმყოფება. ის ასევე აცნობიერებს, რომ ძალიან ძლიერი მტრები უჩნდება. ამიტომ ის ცოტა პარანოიაშია. ის საკუთარ Wi-Fi-ში არასდროს არ შედის. ის იყენებს სატელიტს, რომ დაუკავშირდეს DQ-ს, რომელიც კილომეტრ-ნახევარშია მისგან. შესვლამდე კი აუცილებლად Tor ბრაუზერით არის დაკავშირებული. ხოლო როდესაც ის ამ ყველაფერს თიშავს, ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ეს დაშიფრულია. ხოლო როდესაც კომპიუტერს რთავს, მას დაახლოებით 9 საათი უნდა რომ ჩართოს ის, რადგან ყველაფრის გადატვირთვა და დაშიფრვა მოხდეს. საბოლოოდ ეს საკმარისი მაინც არ იქნება. $2013 წლის მაისში 29 წლის დაზორვის კონსტრუქტორს ასევე ბევრი აქვს დასაკარგი. მას აქვს საკუთარი სახლი ჰალალულუში, მოსიყვარულე ოჯახი და შემოსავალი 200,000-ზე მეტი წელიწადში. მაგრამ მან აღმოაჩინა საიდუმლო და ეს საიდუმლო ძალიან დიდია რომ შეინახოს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შესაძლებლობა აქვს რომ ნებისმიერ ადამიანს უთვალოს, ვისაც ტექნოლოგიასთან წვდომა ექნება და ეს კონტრაქტორი თვითუნებურად დაეხმარა ამ ტექნოლოგიას მუშაობაში. ეს ინფორმაცია მას თან სდევს. მან იცის რომ როგორც გაავრცელებს ამ ინფორმაციას ნებისმიერთან, ეს იქნება ადვოკატი, მოსამართლე თუ ასევე კონგრესიც, მას უდიდეს პრობლემებს შეუქმნიან. ისეთ პრობლემებს, რომ მას უვადო პატიმრობასაც მიუსჯიან. ის ვერასდროს ვეღარ ნახავს მის ოჯახს. ამიტომ მას წარმოდგენა არ აქვს თუ რას იზავს მთავრობა თუ ის რამე სიტყვის ამ თემასთან დაკავშირებით. ის დიდი დროის განმავლობაში აგროვებდა ამ ყველა ინფორმაციას თავის კომპიუტერზე და ის რამოდენიმე წუთის წინ მორჩა ამ ყველაფრის ჩამოტვირთვას. მან თავის თანამშრომელს უთხრა, რომ რამოდენიმე კვირა ჭირდება შებულებისთვის, რომ მის ეპილეფსიას მიხედოს. ეს მას ეხმარება, რომ დრო მოიგოს და გადავიდეს სხვა ქვეყანაში.
მან ჰონკონგი აერჩია. მან ეს ქვეყანა აერჩია, იმიტომ რომ ის სახელგანთქმულია სიტყვის თავისუფლებისთვის. ამიტომ ის ფიქრობს, რომ თუ გადავა ჰონკონგში, ეს ქვეყანა დაიცავს მას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან. იქ კი ხვდება ჟურნალისტს ლოი პოიტრასტს და გრენ გრინვოლს. და მათ უყვება მტკიცებულებას, რაც ადრე უბრალოდ თეორიად მიიჩნეოდა. ამიტომ ედვარდ სნოუდენი ხდება ადამიანი, რომელიც ყველაფრის გამჟღავნებელია. სნოუდენის გამოცხადებები მსოფლიოში სკანდალს იწვევს და მან გააჩინა დიდი დისკუსიები ინდივიდუალურ და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ბევრი ამერიკელი ახალგაზრდა, მაგალითად დეფოლტის მისგან ინსპირაციას იღებს, რომ კარგად დააკვირდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა. დეფოლტს არ უნდა რომ მიჯდეს და ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს. მან რაღაც უნდა მოიმოქმედოს. მას უნდა რომ მაღალი რანგის დაზვერვის თანამშრომლებს აგზრობინოს, თუ როგორია როცა უთვალთვალებენ და მათზე ყველა პირადი ინფორმაცია აქვთ, რომელსაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ. ხო და ზუსტად ამ დროს ის უერთდება კრაკას შემართებით ორგანიზაციას, რომლის სათავეშიც კრაკაა, ბიჭი, რომელიც ყოველთვის დაბოლილია. 2015 წელს ლესტერში, პატარა მშვიდ საცხოვრებელ ქალაქში, დიდი არაფერია საკეთებელი გარდა დაბოლდე ან ინტერნეტში იზრომიალო. ხოლო ამ შემთხვევაში 15 წლის კრაკა ორივეს აკეთებს. ის გაბრაზებულია კორუფციაზე, მეთვალყურეობაზე და ის ყველაზე მეტად გაბრაზებულია ამერიკის შეერთებული შტატების გავლენაზე ახლო აღმოსავლეთში. ის ყველაზე მეტ ყურადღებას ამახვილებს პალესტინზე და ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ხალხი გაზაში იხოცება და სურს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაიმე მოიმოქმედოს. This was political. We heard he was really angry about US foreign policy. So he started a collective called Crackers with Attitudes, and then he hacked into sensitive documents online. ერთ-ერთი მისი პირველი სამიზნე ჯეიმს კლაპერია. შემდეგ კი ობამას ადმინისტრაციის ეროვნული დაზვერვის დირექტორი. კლაპერი სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის წევრს მისი პირადი ინფორმაცია იმ დონეზე დაუცველად ჰქონდა, რომ კრაკამ ერთ Google search-ში მიაგნო მის ტელეფონის ნომერს და მისამართს. ეს ინფორმაცია კრაკასთვის საკმარისია, რომ მისი იმეილი გატეხოს. ის მტკიცებულებას პოსტავს Twitter-ზე, რაც დეფოლტის ყურადღებას იქცევს. შემდეგ ის კლაპერის ტელეფონში შემოვალზარებს პირდაპირ აკავშირებს თავისუფლება პალესტინის მოქმედებასთან. დეფოლტი პატივისცემას გამოხატავს კრაკას მიმართ Twitter-ში და მათ მიმოწერა დაიწყეს. ედვარდ სნოუდენი მოიხსენიებს ჯეიმს კლაპერს ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანელ მაუწყებელ ARD-სთან. სამწუხაროდ ეს ინტერვიუ დაბლოკელია ამერიკის და გერმანიის მაუწყებლის მიერ. და რამდენჯერაც ის YouTube-ზე დაიპოსტა, ის იმდენჯერ გააუქმეს. ამიტომ საუბარს მხოლოდ ვიზუალურად გაჩვენებთ. I would say sort of the breaking point is seeing the Director of National Intelligence, James Clapper, directly lie under oath to Congress. What we do not do is spy unlawfully on Americans, or for that matter, spy indiscriminately on the citizens of any country. We only spy for valid foreign intelligence purposes as authorized by law, with multiple layers of oversight to ensure we don't abuse our authorities. კრაკა და სხვა დანარჩენი ჰაკერები ფარულად არიან დაკავშირებულნი ამერიკის შეერთებული შტატების პროკავშირთან და გეგმავენ, რომ უფრო მეტი მაღალი რანგის წარმომადგენლები ამოიღონ მიზანში. მათ თუნდაც რომ აჩვენონ, ისინი არც ისე ძლიერები არიან, როგორც თავი მოაქვთ. CIA-ს თავში ჯონ ბრენანია, სადაზვერვო სააგენტოს მთავარი დირექტორი. ბრენენს, როგორც კლაპერს, ძალიან დაუცველად აქვს მითითებული ინფორმაცია Google-ში. მოდი ასე ვთქვათ, მან თავისი თავი გადოქცა. კრაკამ მიაგნო მის მიერ საჯაროდ დაპოსტილ ნომერს და აღმოაჩინა, რომ ეს Verizon-ის ნომერია. მან დაურეკა Verizon-ის ტექნიკურ სამსახურს და თავი მოაჩვენა თითქოს ის ონლაინ ტექნიკოსია, ვისაც პრობლემა აქვს დაეხმაროს კლიენტს საიტზე. ტექ ინსპექტორებმა მას შეეკითხეს კლიენტის საიდენტიფიკაციო კოდი და კრაკამ ეს კოდი ზარზე წამებში მოიგონა. ამან იმუშავა. ტექ სამსახურმა მას წვდომა მისცა და უეცრად მას ანგარიშის ნომერი აქვს, პინ კოდი და ჯონ ბრენენის პირადი იმეილი. თუ ვინმეზე საკმარისი ინფორმაცია გაქვთ სხვადასხვა წყაროდან გაერთიანებული, მაგალითად მისამართი და სოციალური დაზღვევის ბოლო 4 ციფრი, თქვენ მას ნებისმიერ ანგარიშში შეუცვლით პაროლს. და ზუსტად ესაა, რასაც კრაკა აკეთებს. როცა ის მის პირადი მეილში შევიდა, კრაკა მისი პირადი ნომერი გაიგო და დეფოლტთან გააგზავნა. ამიტომ მათ შეუჩერებელი ზარების განხორციელება დაიწყეს ჯონ ბრენანთან. მე მას ვუთხარი, რომ ის ნაგავი პიროვნება იყო. უბრალოდ ნაგავი ადამიანები ხარ თქო. მე მას ვუთხარი, რომ ის არანაირ პოზიტიურ რამეს აკეთებდა ადამიანებისთვის. უბრალოდ არაფერს. ჯონ ბრენანი ნამდვილად შეშინებულია. რა თქმა უნდა, ზარები ხუმრობაზე მეტი არაფერი არა.
მაგრამ ჯონ ბრენანმა საიდან უნდა იცოდეს ეს? ამიტომ ის ცოტა ხნით იმალება, უფრო მეტ დაცვასთან და უსაფრთხოებასთან ერთად. ამასობაში კრაკამის იმეილში ძრომიალობს და ეძებს რაიმე სენსიტიურ და გასაიდუმლოებულ დოკუმენტს, რომელიც შეუძლია გააზიაროს პუბლიკასთან. და ის მას პოულობს, რომელსაც ჯულიან ასანჟისთან აზიარებს. ჯულიან ასანჟი ამით ინტერესდება და ის ამ დოკუმენტებს პუბლიკასთან აზიარებს 2015 წლის ოქტომბერს. დოკუმენტი მოიცავდა 45 გვერდიან ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობის კითხვარს. SF-86 სენსიტიური ფორმა, რომელიც მოითხოვს მთავრობის მიერ საიდუმლო უსაფრთხოების ნებართვის მიღებას. დოკუმენტი ასევე მოიცავს კრიმინალურ ისტორიას, ფსიქოლოგიურ ჩანაწერებს, წარსულში ნარკოტიკების მომხმარებლის ჩანაწერებს და კიდევ უამრავ რამეს, რაც შენ თავზე არ გინდა რომ ინტერნეტში გავრცელდეს. არა მხოლოდ ეს, ჯულიან ასანჟი ავრცელებს დოკუმენტების 35 გვერდს, სადაც წერია თუ როგორ უნდა ერეაგირონ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შუა აღმოსავლეთში. აზორვამ სააგენტოს 1.5 მილიონი დოლარი დააკისრა ზარალის და ტრანსპორტირების ხარჯები. გადაადგილება და ზარალი მოხდა იმ შემთხვევაში, როდესაც არც იცოდნენ, რომ ეს არები რამე უარესის გამომწვეველი იქნებოდა თუ არა. ეს ძალიან სამარცხვინოა. ჯონ ბრენანის იმეილის გატეხვა სასაცილოდ მარტივი იყო. This is true, and it's true that you guys have actually broken into his private email account. How difficult would you say it is? You mean out of 10? Sure, out of 10. 1. 1. A lot of, I guess, private information really is pretty stupid, really. He's supposed to be so high in the government, like head of CIA, and he should be a bit more clever. Can you give us any indication of your background? I mean, how old you are? Are you in the United States? I mean, anything you can tell me about yourself? Yeah, I'm below the age of 20 years old. I smoke pot. I live in America. And you smoke pot? All day, every day. ალბათ გვაინტერესებს, რას ფიქრობდა ჯონ ბრენანი ამ ყველაფრის ყურების შემდეგ, თავის ახალ გასაიდუმლოებულ სახლში. დიდი ალბათობით ის გაცოფებული იყო, მაგრამ პატარა ჰაკერების ჯგუფი CWA მთავრობასთან არ მოჩენილა საქმეს. როდესაც კლაპერის და ბრენდენის იმეილი სრულ კონტროლში იყო ჰაკერების მიერ, მეტ და მეტ ადამიანზე ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება მათთვის უფრო მარტივი გახდა. მათ ასევე პირად ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს FBI-ის დირექტორის მოადგილე მარკ ჯულიანოზე. მათ მონაცემთა ბაზას მიაგნეს 9000 სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის და 20000 FBI აგენტის პირად ინფორმაციას. მათ ყველაფერი გაავრცელეს. მათ ერთი ინსტიტუტი მეორეზე მიყოლებით შეარწმუნეს. ნუ თუ ამ ბავშვებს გონიათ რომ ეს ყველაფერი შერჩებათ. At the time I really didn't. იმ მომენტისთვის უბრალოდ არ მაინტერესებდა რას ვაკეთებდით. ეს ყველაფერი თან უკვე მიწურულს ხდებოდა. You know, I'd gone all the way down the rabbit hole. მე უბრალოდ იმედგაცრუებული ვიყავი ხალხის თვით კმაყოფილებითა და წუხილის ნაკლებობით იმის მიმართ რაც ხდებოდა. For what was going on. ამიტომ ჩვენ თქვით რომ ამაზე ყურადღებას ქაოსით გავსდიდით მეიჰემში. რაკამ იცის რომ მის ქმედებებს შედეგები მოხვება. უბრალოდ მან არ იცის ეს მთავრობა რას იზავს მის მიმართ. I'm gonna go to Russia and chill with Snowden because I know that the government are pretty mad about this. I'm probably gonna get tortured. I'm actually a pretty fast runner. დეფოლტიც ეს მთელი დრო პარანოიაშია. ყოველთვის წინ დახედულობისკენ იბიძგის. მაგრამ ერთ მომენტში დიდი შეცდომა დაუშვა. დეფოლტ შეუყვარდა ერთ-ერთი გოგო, რომელიც მისი მეგობრის ყოფილია. დეფოლტის მონაყოლით მის მეგობარს ასევე შეეკითხა, ის თანახმა იქნებოდა თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით. მეგობარმა უთხრა, კი, რა პრობლემაა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. მაგრამ სინამდვილეში ესე არ ყოფილა. დეფოლტი და მისი მეგობარი ერთხამეს ერთად თამაშობდნენ თამაშებს და ასევე ლაპარაკობდნენ Xbox-ის ჩატში. მე ამ ღამეს პირველი შეცდომა დაუშვი. თავში ავარდნილი და სულელური ლაპარაკი მქონდა. ახალ ამბებში აჩვენებდნენ, რომ სადაზვერვო სააგენტოს მთავარი დირექტორი დაჰაკეს და მე ვთქვი, რომ ეს ჩვენ ვიყავით. ამ ყველაფერს ნასომზე ვლაპარაკობდი და ასე ჩვეულებრივად ჩემი თავი გავყიდე. მას არც ეგონა, რომ მისი მეგობარი ამ ინფორმაციით რამეს იზავდა. ასევე იფიქრა, რომ მისი მეგობარი არც კი დაუჯერებდა. ამ მომენტისთვის დეფოლტი სავსებით დარწმუნებულია, რომ მისმა მეგობარმა ის ჩაუშვა. როცა FBI გარბევს, ისინი ცივილურად არ გეკაკუნებენ კარზე. FBI აგენტებმა დეფოლტის ოთახში მაშინ მოახერხეს შესვლა, როდესაც მისი კომპიუტერი დაშიფრვას ახდენდა. მათ ის ოთახიდან გაათრიეს და მისი მყარი დისკის კოპირება მოახერხეს, სანამ ის დაშიფრვას მოასწრებდა. დეფოლტმა იცის, რომ ის დიდ შარშია. ყველაზე ცუდი ამბავი კი ის იყო, რომ დეფოლტი უყურებდა, როგორ გამოჰქონდათ მყარი დისკი, რომელზეც თითქმის 1000 ბიტკოინი ეწერა. მას გული წაუვიდა.
ამასთანავე FBI აგენტებმა კრაკას სახლის დაარბიეს. მათ მისი კომპიუტერებიც აიღეს. კიდევ ერთი კრაკას შემართებითი ორგანიზაციის წევრი დააკავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და 3 დიდ ბრიტანეთში. იმის მიხედვით, რომ კრაკა არასრულწლოვანი იყო, ის 2 წლიან გამოსასწორებელ კოლონიაში წაიყვანეს. ის იყო პირველი არასრულწლოვანი ბავშვი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ჰაკერობის გამო დააკავეს. ის დღესდღეობით თავმდაბალია და სურს, რომ კიბერუსაფრთხოებაში კარიერა წამოიწყოს. მას ინტერვიუს გაკეთება არავისთან არ სურს. დეფოლტი, რომელიც უფრო ნაკლებად იყო ამ ყველაფერში ჩართული, მას უარესი განაჩენი გამოუტანეს. მას ციხეში 5 წელი მიუსაჯეს. მას $140,000 უნდა გადაეხადო, რომ ის გირაოთი გამოსულიყო. და იმის გამო, რომ იმ დროს კორონავირუსი იყო, მას მაინც იზოლირებულ საკანში მოუწია ყოფნა. მან სასამართლოზე თქვა: "მე მეგონა, რასაც იმ დროს ვაკეთებდი სწორი იყო, პოლიტიკური სამართლის განხრით. მაგრამ 2 წლის შემდეგ მე გავაცნობიერე, რომ 100%-ით ვტყუოდი." ასევე სნოუდენიც არ იყო მშვიდად იმის შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებამ განაცხადა. მათ თქვეს, რომ სნოუდენი მკვდარი უნდოდათ, როდესაც პრინციპული გამვრცელებელი ხარ და აცნობიერებ თუ რა ინფორმაციას ავრცელებ, ან ხარ მოზარდი, რომელიც მთავრობის უსაფრთხოების ინფორმაციას იპარავ. ამ ყველაფერს შეუძლია შენი ცხოვრება რადიკალურად ცუდისკენ შეცვალოს. უნდა დაფიქრდე კარგად, ეს გიღირს თუ არა. დეკემბრის 2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ საკამათო სათვალთვალო სისტემის ფუნქციონალურობა განაახლა. მათ ნებართვა აიღეს, რომ სოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს უთვალთვალონ. ის ასევე მოიცავს დიდი ოდენობით მონაცემთა ბაზას, მაგალითად ტელეფონებს, აიპადებს, ლეპტოპებს, კომპიუტერებს, როგორც ისინი ამბობენ. მათზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ ცდომა, თუ სადაზვერვო სააგენტოს გამოძიებაში დაეხმარება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ FBI მის უკვე 278,000-ჯერ გამოიყენა არასწორად. ეს ინფორმაცია 2016 წლიდან 2020 წლამდე იყო პოპულარული. მაგალითად, იანვრის დონორების პირად კომუნიკაციებში თვალთვალი და ეჭვმიტანილ პროტესტის დამღობებს 2020 წლის 6 იანვარს შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში. შეიძლება ისინი ჩვენს გვითვალთვალებენ.